ცენზურაში ერთადერთი რამ არის კარგი, რომ რაღაცა მომენტში მას აოქმებენ და შემდეგ იწყება არის ზღვა წიგნების, ფილმების, სპექტაკლების, რომელიც იყო სადღაც თაროზე, რომელიც იყო აკრძალული. 90-იან წლებში ზუსტად ეს მოხდა. გამოიცა უამრავი წიგნი, რომლის არსებობაზე ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ არ ქონდა იმის საშუალება, რომ წაგვეკითხა. ეკრანებზე გამოვიდა ბევრი ფილმი. თუ პირველი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა, აი ნიშანი იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ალბათ იყო თენგიზ აბულაძის მონანიების გამოსვლა. ეს გზა ტაძართან არ მიგიყვა. ეს იყო უდიდესი მოვლენა, ეს იყო უარის თქმა იმ ძველ სისტემაზე, რომელიც არსებობდა, უარის თქმა ცენზურაზე. მონანიებამ ქართულმა ფილმმა, ქართულმა რეჟისორმა გააკეთა ეს. ის რაც არის ცენზურა, ეს ჩვენს ცხოვრებაში ჩარევაა. ჩემს ცხოვრებაში ჩარევაა. ცენზურა ეს არის არარსებობა, სადაც იკარგება არა მარტო ასოები, სიტყვები, წინადადებები. იქ ის აზიანებს არა მარტო ტექსტს, არამედ აზიანებს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ გვაზიანებს, იმიტომ რომ ხელოვნება არის სარკე და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დაუშვებთ ამ ცენზურას, ჩვენ საზოგადოება ვკარგავთ ამ სარკეს და ვკარგავთ გაანალიზების, დაფიქრების უნარს. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს ყველაფერი მოხდეს, უკვე არ ხდება საქართველოში.